თქვენი დროისთვის. თქვენთან მინდა საუბარი რამდენიმე საკითხზე. დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი ქათამაძის საკითხით. თქვენმა ორგანიზაციამ გაასაჯაროა თემურ ქათამაძის წერილი შიმშილობის 44 დღეს, სადაც საკმაოდ მძიმე ფაქტებზე არის საუბარი. ამ ინფორმაციის მიხედვით ქონდა რამდენიმე ფაქტს ადგილი კონკრეტულად ქათამაძესთან დაკავშირებით. მოდი თქვენ მოუყევით საზოგადოებას, რაზე არის საუბარი, შეკურთხებას ახსენებს, ის ძალიან მძიმე ფაქტებია. რასთან გვაქვს საქმე, რა ინფორმაციას ფლობს თქვენი ორგანიზაცია და შემდეგ სხვა კითხვებსაც დაგისვამთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიახ, თემურ ქათამაძის საქმე არის ერთ-ერთი ის მძიმე საქმე, რომელზეც ჩვენ ამ დროისთვის მუშაობთ და მუდმივად ვართ მასთან ხაზზე. ჩვენი ადვოკატები ხშირად ხვდებიან და ეს წერილიც ამაზით მოხდა ჩვენს ხელში და მოთხოვა მისი გასაჯაროება. როგორც იცით, თემურ ქათამაძის ეს პროტესტი, რომელიც შიმშილობით არის გამოხატული, უკავშირდება იმ სამართლობას, რომელიც ხდება მის საქმეზე და ზოგადად. მის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას შევახსენებ, რომ ერთადერთი რამ, რასაც ის ითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ცხოვრების უფლება მას ჰქონდეს და საქართველოსდან არ გააძევა. ეს არის მისი დავის თუნდაც ამ თავისუფლების შეზღუდვის, რატომაც ის ახლა იმყოფება თავისუფლება შეზღუდული, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ ის ქვეყნიდან გააძევოს. ეს არის ამ საქმის კონტექსტი. ასეთ პირობებში, როდესაც უკვე შიმშილობის 44 დღეა, ის საუბრობს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც ამავდროულად, 44 დღე არის შიმშილობის და როდის ხდებოდა ეს ყველაფერი? ნონა, იცით თქვენ დეტალურად, ალბათ იცით ამის შესახებ, ხო თქვენი ორგანიზაცია იცავს მის უფლებებს. ის ამბობს, რომ დაკავების მომენტიდან ქონდა მის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას ადგილი. როგორც იცით, ღირსების შემლახვალ მოპყრობასთან დაკავშირებით თემურ ქათამაძე საუბრობს იმ ეპიზოდებზეც, რომელიც მოხდა ადმინისტრაციული წესით მისი დაკავებისას ბათუმში. ერთ-ერთი აქციის მიმდინარეობის დროს მოხდა მისი დაკავება. ის აქტიურად მონაწილეობს ხოლმე საპროტესტო აქციებში, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას, ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. ასეთი ტიპის პროტესტებში ის აქტიური მონაწილეა და ერთ-ერთ დაკავებისას, ის გამოც ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ის საუბრობს არასათანადო ფაქტებზე, რომელიც ბათუმში მოხდა. და ეხლა, რაზეც დამატებით ის ასევე საუბრობს, ეხება დამატებით კიდევ ამ ფონს დამატებული კიდევ ის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელზეც ის ამახვილებს ყურადღებას, რაც განპირობებულია იმით, რომ მას უკვე რაღაცნაირად თითქოს აიძულებენ, რომ ეს შიმშილობის პროტესტი შეწყვეტს. შიმშილობის პროტესტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში, თუმცა ფსიქოლოგიურად რა თქმა უნდა ძალიან დიდი სტრესია და როდესაც ასეთი რისკები დგას შიმშილობის ასეთი ხანგრძლივი გათვალისწინებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იზრუნოს თემურ ქათამაძის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ მდგომარეობის შემსუბუქება სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს. შემსუბუქება გულისხმობს იმას, რომ ამ კანონობის დასრულება ფაქტობრივად, იმიტომ რომ შესაძლებელია ის აღარ იმყოფებოდეს თავისუფლება შეზღუდული და გამოყენებული იყოს სხვა ზომად, თუ ამის საჭიროებას ხედავენ. მან იცით, რომ იმართა, რომ მოითხოვოს საქართველოს ცხოვრების შესაძლებლობა, სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი, რომელიც ქვეყანაში ყოფნის შესაძლებლობას მას მისცემს, მაგრამ ეს დავა ჯერჯერობით განიხილება სასამართლოში და სანამ ეს საქმე არ დასრულდება, მას ქვეყნიდან ვერ გააძევებენ, მაგრამ ამ პირობებში თუ მას თლიან ეს დრო სულ შეზღუდული ქონდა თავისუფლება, ის რა თქმა უნდა მისი უფლებების დარღვევაა და ასეთ დროს ჩვენ რამდენიმე დღის წინ როგორც მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მან იშვა მდგომლოს და გადახედილი იყოს მისი თავისუფლების შეზღუდვის ეს ფორმა და მოხდეს მისი გათავისუფლება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება. კი ბატონო, ნონა, ერთ საკითხზე მინდა დაგისვათ ასევე კითხვა ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე, მედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე დღეს იყო შეხვედრა მეხუთე პრეზიდენტთან.
განიხილეს მედია მენეჯერებმა აღნიშნული საკითხი, რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი, თუ რა პროცესები ემუქრება ამის შემდეგ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ კრიტიკულ მედიას და ასევე მინდა ვისარგებლო და კითხოთ სამოქალაქო სექტორის მიმართულებით, რაც ცვლილებაც აქვს ინიცირებული ქართული ოცნების ხელისუფლებას საჯარო გადაწყვეტილებებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება. აი რა არის ამის შედეგი მოქალაქეებისთვის? აი თუ შეგიძლიათ ეს აუხსნათ საზოგადოებას, რატომ გამოვიდა ამ ინიციატივით ქართული ოცნება? დიახ, ეს რა თქმა უნდა არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც უკვე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ახლა განსაკუთრებული ინტენსივობით ჩვენ ხედავთ, ამის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო თავიდან, როდესაც დაინიცირდა რუსული კანონი და შემდგომ ხელახლა 2024 წელს გაზაფხულზე ის მიღებულიც იყო და ამის პარალელურად ის რიტორიკა, ის პროპაგანდა, რომელიც ამუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორც უშუალოდ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე პროპაგანდისტული არხების მხრიდან, რომელიც იგივე ნარატივებს ავრცელებენ და ამის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაში შეიცვალოს ის პოზიტიური განწყობა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ დამოუკიდებელი მედიების ირგვლივ, რომელიც დღეს არსებობს და ამის გაგრძელება ეს ახალი ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელსაც პერიოდულად ძალიან ინტენსიურად ბოლო 3 თვის განმავლობაში ქართული ოცნება ინიცირებს და შემდგომ იღებს კიდევაც ძირითადად გამარტივებული წესით. ჩვენ ნახოთ ერთი კვირის წინ, როდესაც ეს სტატისტიკა ვნახეთ ბოლო 3 თვეში რამდენი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა და როგორი წესით, ეს ყველა ეს ცვლილება ძირითადი ნაწილი 85%-მდე იყო დაჩქარებული წესით, ძალიან სწრაფად მიღებული ცვლილებები, ნებისმიერ რაღაც ჩართულობის, დისკუსიის თუ რაღაცა გააზრების გარეშე და ამას აქვს მხოლოდ ის მიზანი, რომ შეიზღუდოს ერთადერთი სივრცეები, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლად არსებობს ამ ქვეყანაში, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ეს არის კრიტიკული მედია საშუალებები და ამ ინიციატივებით ხდება ამ ყველაფრის ამ სივრცეების საბოლოო დამოქოლვა, ეს არის მიზანი და რამდენად ეს მიზანი შესრულდება, ეს ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ამ ცვლილებებითაც, რომელიც მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, სწორედ ის ხდება, რომ ფაქტობრივად ეს არის ცენზურის დაკანონება, მედია საშუალებებისთვის საქმიანობის სივრცეების იმდენად შეზღუდვა, რომ ფაქტიურად შეუძლებელიც კი შეიძლება გახდეს კრიტიკული მედია და ესეთ გულისხმობ მედია საშუალებებს, რომელიც არ არის პროსახელისუფლებო და მათთვის აი ამ ისედაც ძალიან მძიმე გარემოს პირობებში ყველანაირი დაფინანსების სხვა ტიპის შეზღუდვების დაწესებით საქმიანობის შეზღუდვა იქნება შედეგი. ის ცვლილებებიც, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შეზღუდვას სხვა ფორმატებში, ამასთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ეს ისედაც ფაქტობრივად რა ეწერებოდა იმ კანონში მაინც ასე იყო, რომ რეალური არც როცა კი ეს შესაძლებლობები ღია იყო, მაშინაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა ხოლმე ბოლო წლებში, როდესაც უბრალოდ შეიძლება არც კი იზიარებდნენ რეკომენდაციებს და უბრალოდ ფორმალური იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მაგრამ ბოლო წლებში ეს რა თქმა უნდა საბოლოოდ მოისპო ის სივრცეები, ეს პირველ რიგში საკანონმდებლო ჩარჩოში ხდება ამ ყველაფრის მოქცევა. და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევით ფაქტობრივად ეს არის უარის თქმა იმ პირობების, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრების პირობა დაადგინა, იმიტომ რომ მეცხრე ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრული იყო, რაც საქართველოს უნდა შეესრულებინა, პირდაპირ გულისხმობდა იმას, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მუშაობის შესაძლებლობები და ჩართულობის ხარისხი უნდა გაუმჯობესებულიყო. მადლობა ნონა. ეს ყველაფერი ამ ცვლილებებით, რა თქმა უნდა, ამოიქოლება და ეს შესაძლებლობები აღარ დარჩა. დიდი მადლობა ნონა, დაგემშვიდობები, ეს იყო